გამარჯობა. გაგრძელებთ წიგნის კითხვას, გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია, მეფე ბუთხუს პირველი და სხვები. დღეს წაგიკითხავთ ქვეთავს, როგორ ეძებენ მარსია და კეკა ჯადოქრობის წიგნს მთელს სასახლეში. გრძელცხვირა ჯადოქარმა მარსიამ და ტყის ალქაჯმა კეკამ ჯადოქრობის წიგნის ძებნა სასახლის სარდაფიდან დაიწყეს. რა სარდაფი იყო, რას არ ნახავდი აქ? ფეხმომტრეული სამეფო ტახტები, ძველი, თვალებ ამოყრილი სამეფო გვირგვინები, გაღუნული სკიპტრები, დედოფალ ალუბლისას გახუნებული ალუბლისფერი კაბები, ბუთხუს პირველის ბაბუის, მეფე ბუთხუს ჭკვამხიარულის ფრანები, დედოფალ ალუბლისას ბებიის, დედოფალ თვალჭრელას ქოლგა და პეპლების საჭერი. მაგრამ ჯადოქრობის წიგნი არსად ჩანდა. მარსიამ და კეკამ სარდაფს თავი დაანებეს და სასახლის პირველ სართულზე ამოვიდნენ. რა ენაღლებოდათ, უჩინმაჩინები იყვნენ, სადაც მოუნდებოდათ, იქ ისეიდებდნენ. ჰეი, კეკა! დაიჩურჩულა უცებ მარსიამ და გრძელი ცხვირი ააგს უტუნა. მგონი აქ სადღაც ახლოს სამზარეულოა. წამო შევიდეთ და რამე გადავსანსლოთ, შიმშილით მუცელი მიყურყურებს. ჯადოქრები სამეფო სამზარეულოში შეიპარნენ. რა სანახაობა იყო, სულ რომ არ გშიებოდა, ერთბაშად მოგშივდებოდა. სამზარეულოს გრძელ მაგიდებზე ოქროსა და ვერცხლის ლანგრებით ისეთი გემრიელი რაღაცეები ეწყო. მარსიასა და კეკას კინაღამ გულები წაუვიდათ ახტაცებისაგან. ერთი ლანგარი დაბრაწული ქადებით იყო სავსე, მეორე ცხელ-ცხელი ხაჭაპურებით, მესამე კრემიანი ფუნთუშებით, მეოთხე შოკოლადში ამოვლებული მიწისთხილით, მეხუთე ალუბლის ღვეზელებით. მარსიამ და კეკამ ქადებიანი ლანგარი ერთ წამში მოასუფთავეს. ვაი! შეძახა თეთრჩაჩიანმა მზარეულმა. ქადები რა იქნა, სად გაქრა, ახლა რა წყალში გადავარდე, ვეზირებს რაღა მივართვა. ამასობაში მარსიამ და კეკამ მეორე ლანგარიც გაცალეს. ვაი, ისევ შეძახა თეთრჩაჩიანმა მზარეულმა. ხაჭაპურებიც გაქრა, ახლა რაღა ვქნა, მინისტრებს რაღა მივართვა. მარსიასა და კეკას კი უკვე კრემიანი ფუნთუშებიც გადაესანსლათ, შოკოლადში ამოვლებული მიწისთხილისა და ალუბლის ღვეზელებიც ზედ მიეყოლებინათ. არა, ალბათ მეჩვენება, ჩაილაპარაკა თეთრჩაჩიანმა მზარეულმა. ეს ალბათ მთელ სასახლეში ვირები რომ ყროყინებენ, იმის ბრალია. რა თქმა უნდა, ლანგრები სავსეა, უბრალოდ მეჩვენება ცარიელი. ამდენი საჭმელი სად გაქრებოდა? არა, სისულელეა, დროა საუზმის მიტან მირთმევა დავიწყო. თეთრჩაჩიანმა მზარეულმა ორი ცარიელი ლანგარი აიღო და სამზარეულოდან ბუტ-ბუტ-ბუტ-ბუტით გავიდა. მარსია და კეკა სამზარეულოდან ტუჩების ლოკვით გამოვიდნენ და პირდაპირ საიდუმლო თუხუცესის ოთახში შეიპარნენ. საიდუმლო თუხუცეს ცოტა კი გაუკვირდა კარი თავისით როგორ გაიღო და დაიხურაო, მაგრამ დიდხანს არ უფიქრია ამაზე, სხვა საფიქრალიც ბევრი ჰქონდა. ფიქრობდა ბედი კარზე მომდგომია. ამ კაჭკაჭმა ეს რა ამბავი მოიტანა, მეფე მართლა გადაქცეულა ვირად. სწორი უთქვამს იმ ყეყეჩმეეტლეს, ვირად თუ გადაიქცევა, კიდეც რომ გამოჩდეს, ვიღა იმეფებს. ვირმა როგორ უნდა იმეფოს, ვირმა როგორ უნდა ბრძანოს რამე ადამიანურ ენაზე, ან ჩვენ როგორ ვისწავლით ვირების ენას. არა, დროა სამეფო ტახტზე დავჯდე და მეფობა დავიწყო. დიახაც წავალ, შევკრებ ყველას და მეფედ გამოვაცხადებ თავს. რომ გამოვაცხადებ უკვე, ხომ მეფე ვიქნები და ვინღა შემეწინააღმდეგება. საიდუმლო თუხუცესმა მოსასხამი მოისხა და ის იყო ოთახიდან გასვლა დააპირა, რომ ხედავს ხან სად, შაქარ-ყინულები ძვივა იატაკზე. ტანსაცმლის კარადიდან შრიალი და ბუტ-ბუტი ისმის.
წიგნები თავისით იფურცლება, სკამები აქეთ-იქით იწევა, გლობუსი თავისით ტრიალებს, ტახტზე ბალიშები დახტიან, კალმისტრები თავისით ჩხაპნიან რაღაცებს, თეფშიდან კი მისი საყვარელი შოკოლადი სათითაოდ ქრება. აბა, რა იცოდა მის ოთახში უჩინმაჩინი ჯადოქრები რომ ფათურობდნენ. ვაი, გაიფიქრა საიდუმლოდ უხუცესმა, გონი მოლანდებები დამეწყო. სწორედ ამ დროს კარზე მზარეულმა მოუკაკუნა. თქვენი საყვარელი ღვეზელები მოგართვით, თქვა მზარეულმა. ცარიელი ლანგარი მაგიდაზე დადგა და საიდუმლოდ უხუცეს თავი მოწიწებით დაუკრა. საიდუმლოდ უხუცესმა იფიქრა ეთყობა, რა კი მოლანდებები შემომეჩვია, ლანგარი ცარიელად მეჩვენება, თორემ ეს მზარეული ცარიელი ლანგრის მორთმევას როგორ გამიბედავდაო. გმადლობ, ჩემო კარგო, უთხრა თეთრჩაჩიან მზარეულს. ერთი შეხედვითაც ეთყობა, რომ ძალიან გემრიელი ღვეზელებია, დიდებულად დაგიბრაწავს და ხაშხაშიც ბლომად მოგიყრია. საიდუმლოდ უხუცესი კი იყო, მაგრამ სულაც არ უნდოდა მზარეულს მისი მოლანდებების საიდუმლო გაეგო. თეთრჩაჩიანი მზარეული კი ძალიან კმაყოფილი დარჩა. ხომ ვთქვი, ფიქრობდა ის, ლანგარი სავსე იყო, უბრალოდ ამ ვირების ყროყინისაგან მე მომეჩვენა ცარიელად. აბა, ცარიელი რომ ყოფილიყო, ხომ გაბრაზდებოდა საიდუმლოდ უხუცესი, გაბრაზდა კი არა, აგე, როგორ შემიქო ღვეზელები. საიდუმლოდ უხუცესი მშიერი კი დარჩა, მაგრამ შიმშილის დარდი აღარ ჰქონდა. ამ ქვეყნად ყველაფერზე მეტად მოლანდებებისა ეშინოდა. სასწრაფოდ ჩაალაგა ჩემოდანი, სასახლის უკანა ეზოდან გარეთ გავიდა და პირდაპირ იაპონიაში გაქანდა, მოლანდებების სახელგანთქმულ ექიმთან კიაოკოსთან, აღარც მეფობა უნდოდა და აღარც არაფერი. მარსიამ და კეკამ სასახლის პირველი სართული რომ დაათვალიერეს, კიბეს აუყვნენ და მეორე სართულზე დაიწყეს ჯადოქრობის წიგნის ძებნა. ჯერ დედოფლის ალუბლისფერ დარბაზში შეიპარნენ. დედოფალი ალუბლისა ალუბლისფერ სავარძელში იჯდა და დარდისგან წარამარა ოხრავდა. ვიღა მიყიდის პომადებს. ვიღა მიყიდის ალუბლისფერ კაბებს. ალუბლისფერი პუდრით სულ გამომელია. უცებ რას ხედავს? ალუბლისფერი ძივები ჭაღზე ქანაობენ. მოჩუქურთმებული სარკის წინ მისი ალუბლისფერი პომადები სკუპ-სკუპით დახტიან. ალუბლისფერი პუდრი თავისით იფრქვევა, გეგონება საახალწლო ფოიერვერკიაო. მარმარილოს იატაკზე კი საიდანღაც შაქარყინული ცვივა. ალუბლისფერი კაბები კარადიდან ნარნარით გამოდიან და აჩრდილებივით დაფრინავენ. გონი სასახლეში მოჩვენებები გაჩნდნენ. გაიფიქრა დედოფალმა ალუბლისამ. ახლა რაღა ვქნა, სასწრაფოდ უნდა ჩავალაგო ჩემოდანი და საფრანგეთში გავიქცე. მოჩვენებებთან ერთად ვერ გავძლებ, თანაც რა საძაგელი მოჩვენებები არიან. ჩემი პომადებს, ჩემს კაბებსა და ჩემს მძივებს ემტერებიან. არა, აქ ვერ დავრჩები. ის იყო თავისი ალუბლისფერი ჩემოდანი უნდა ჩაელაგებინა და საფრანგეთში გაქცეულიყო, რომ კაკ-კუკ, კარზე დედოფლის მცველმა მოაკაკუნა. კაკუნის ხმაზე პომადები, კაბები ადგილზე გაშეშდნენ, აღარც დახტოდნენ და აღარც დაფრინავდნენ, ერთბაშად დაჭკვიანდნენ. მცველმა ძალზე მორიდებულად შემოყო თავი დარბაზში და დედოფალს მოახსენა. ხურჯინი მოგართვით, ალუბლისა დედოფალოო. თან ძალზე მორიდებულად გაუკვირდა ჭაღზე დედოფლის მძივი რომ კონწიალობდა. ფანჯარაზე დედოფლის კაბა აკრულიყო. დედოფლის პომადა ჰაერში ეკიდა და არ ვარდებოდა. ალუბლისფერი პუდრის ბუღი იდგა და სულაც მთელი დარბაზი შაქარყინულით იყო მოფენილი. დედოფალმა ალუბლისამ ხურჯინი გახსნა, ჩაიხედა და შიგ მეფე ბუთხუს პირველის გვირგვინი და ოქროს მოსასხამი დაინახა. ეს ხურჯინი საიდან გაქვს? ალუბლისა ისე ჩააფრინდა მცველს სერთუქში რომ და დააჯანჯღარა, რომ ერთბაშად 17 ღილი ააგრიჯა. სასახლის პირველმა ვეზირმა მომცა. ამოიბლუყუნა
ცველმა. ახლავე მომგვარე სასახლის პირველი ვეზირი ბრძანა დედოფალმა. ძველი სასახლის პირველი ვეზირის მოსაყვანად თავპირის მტრევით გაიქცა. ისე გარბოდა გზაში კიდევ 3 ღილი დაკარგა. სამაგიეროდ სასახლის პირველი ვეზირი უსწრაფესად მოჰგვარა დედოფალს. ეს ხურჯინი ვინ მოგცა? ჰკითხა დედოფალმა პირველ ვეზირს. ისე ღელავდა ლოყებიდან ალუბლისფერი პუდრის ცვიოდა. სასახლის დარაჯმა მომცა. შიშისგან ენა დაება სასახლის პირველ ვეზირს. ახლავე აქ მომგვარე სასახლის დარაჯი, ბრძანა დედოფალმა. პირველი ვეზირი და ცველი ძუნძულით გაიქცნენ და სასახლის ულვაშა დარაჯი მოიყვანეს. ეს ხურჯინი სად გქონდა? უკივლა დარაჯს დედოფალმა ალუბლისა. სასახლის მევირემ მომცა. თქვა სასახლის ულვაშა დარაჯმა. იმან კიდევ ერთ ვირს ახსნა. ის ვირი კიდევ უთენია სასახლის გალავანთან უნახავს. ამდგარა და სასახლის ვირებთან წაუყვანია. გზაზე ხომ არ დატოვებდა. სადაა ის ვირი ახლა? სასწრაფოდ უნდა ვნახო. დაფაცურდა დედოფალი ალუბლისა. ახლა მევირე ვირების ჯოგს მინდორში აბალახებს. დედოფალო, მზის ჩასვლამდე იქ ეყოლება. თქვა ულვაშა დარაჯმა. მზის ჩასვლას ვერ დაველოდები. 3-ვე წადით და ის ვირი მოძებნეთ, რომელსაც ეს ხურჯინი ეკიდა. ის ვირი უნდა მოძებნოთ ჩქარა უქნარებო. ცველი, პირველი ვეზირი და დარაჯი უკან სვლით გავიდნენ დედოფალ ალუბლისას ოთახიდან. მერე კიბეზე დაეშვნენ და საძოვრებისკენ კისრის ტეხით გაიქცნენ. მათი დარბაზიდან გასვლა იყო და პომადები ისევ ახტუნავდნენ. კაბები ისევ აცეკვდნენ. ისევ გადმოიფრქვა პულდრი. ისევ დაიწყეს ფრენა ალუბლისფერმა მძივებმა ჭაღის გარშემო. ვაი, დაიწივლა დედოფალმა. სასწრაფოდ უნდა გავიქცი აქედან. ერთი ნახეთ, მოჩვენებები რა დღეში არიან. თუ იმ ხურჯინიანი ვირის ამბავი სასიკეთო არ გამოდგა, თუ ბუთხუზი ამ საღამოსვე არ დაგვიბრუნდა, ჩემოდანს ჩავალაგებ და საფრანგეთში, ბებია-ჩემის ბებიის კოშკში გადავიკარგები. მოჩვენებებთან ერთად ამ სასახლეში ღამით ვერ დავრჩები. თანაც ამ ვირების ყროყინისაგან მალე შაკიკიც დამეწყება. სადაა ჩემი ალუბლისფერი ჩემოდანი? მირჩევნია უკვე ჩალაგებული მქონდეს და გასაქცევად მზად ვიყო. დედოფალ ალუბლისას მეფისასული ტიტა არც გახსენებია. წარმოდგენაც არ ქონდა, რომ ტიტა სწორედ ახლა უღრან ტყეში იყო, ბუნჩისა და ნეკერას სასადილოში. არც ის იცოდა, რომ მის ოთახში 2 უჩინ-მაჩინი ჯადოქარი ჯადოქრობის წიგნს ეძებდა და თან მისი კაბებით, პომადებითა და მძივებით ერთობოდა. თუმცა დიდხანს გართობის დრო არ ჰქონდათ, წიგნი უნდა ეძებნათ. ამიტომ უჩინ-მაჩინმა მარსიამ და უჩინ-მაჩინმა კეკამ დედოფლის დარბაზი მირეულ-მორეული დატოვეს და წიგნის ძებნა სხვაგან განაგრძეს. დედოფალმა ალუბლისა მოაგროვა 117 ალუბლისფერი კაბა, დაახვავა 300 ცალი ალუბლისფერი პომადა და ზუსტად 7 კილო ალუბლისფერი პუდრი. მერე ჭაღს კიბე მიადგა. სულ აჰ და ოჰ-ოჰით აძვრა ზედ და მძივები ჩამოხსნა. იმდენი მძივი ჰქონდა ერთმანეთზე რომ გადაგება აქედან ჩინეთამდე გასწვდებოდა. მერე ჩემოდანი ჩაალაგა. დაღლილ-დაქანცული ალუბლისფერ სავარძელში ჩაესვენა და ალუბლის ტორტი მოითხოვა. მარსია და კეკა დედოფლის აივნიდან მეფის საძინებელში გადაძვრნენ. იქიდან გენერალ ქარქაშოსნის ოთახში. შემდეგ
პირველი ვეზირის სააბაზანოში. იქიდან სასახლის მთავარი დამნიავებლის ოთახში. იქიდან კიდევ სადღაც და იქიდან კიდევ სადღაც. წიგნი კი არა და არ ჩანდა. ბოლოს სხვენსაც მიადგნენ. აქ ობობას ქსელით გაბლანდულ კუთხეში მეფის მრჩეველი იჯდა და ფიქრობდა. ახლა რაღა უნდა ვქნა? მეფე ბუთხუს პირველი თუ არ გვეყოლება, ვიღას უნდა ვურჩიო რამე. მეფე თუ ვირად გადაიქცა, ვირს ხომ არ მივცე მრჩევებს. ვირის მრჩეველი როგორ ვიყო? ვირი ჩემს არაჩვეულებრივ და განუმეორებელ რჩევებს რას გაუგებს? სხვენის ფანჯარაზე კი კაჭკაჭი ლოლა იჯდა და სულ ახალ-თახალ ჭორს გაიძახოდა. მე ვირემ, ხურჯინიანი ვირი ნახა, მე ვირეს, სასახლეში იბარებენ, უბედურება, საიდუმლოდ უხუცესი გაიპარა, ხურჯინში გვირგვინი აღმოაჩინეს, რა კოშმარია, რა გაუგებრობა. აი ასე ეძებდნენ მარსია და კეკა სასახლეში ჯადოქრობის წიგნს. შემდეგ ქვეთავში ჩვენ წავიკითხავთ თუ მეფე ვირი და სხვა ვირები როგორ ატარებდნენ დროს საძოვარზე. დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის.